მოგესალმებით პირდაპირ ეთერში სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში კი ნახავთ. სტრესი, შფოთვა და ემოციური არასტაბილურობა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია. რა უნდა იცოდეთ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ? დღეს გადაცემაში უმნიშვნელოვანეს თემაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე ვისაუბრებთ. თანამედროვე ეპოქაში სტრესი, შფოთვა და ემოციური არასტაბილურობა ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ხშირად ვერც ვამჩნევთ ზღვარს ჩვეულებრივ მოწყენილობასა და კლინიკურ დეპრესიას შორის, რაც დაგვიანებულ მკურნალობას განაპირობებს. მენტალური პრობლემები არა სისუსტე, არამედ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც პროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს. სწორი დიაგნოსტიკა, თერაპია და საზოგადოების მხარდაჭერა არის ის ძირითადი გზები, რომლებითაც ამ გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია. მენტალური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობასთან და ცხოვრების ხარისხთან. გადაცემაში დეტალურად განვიხილავთ, როგორ ამოვიცნოთ პირველი ნიშნები და ვის მიმართოთ დახმარებისთვის. ამ თემაზე იმპულსის კითხვას ფსიქონევროლოგი, მედიცინის დოქტორი შორენა ვაშაძე უპასუხებს. მოგესალმებით, ქართოშენა, მადლობა სტუმრობისთვის და თემაზე საუბრისთვის, რომელიც პრაქტიკულად ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ზოგისთვის ეს დაფარული მდგომარეობა, ზოგისთვის თვალში შესამჩნევია და რეალურად სტატისტიკა ყოველწლიურად გვაძლევს შემაშფოთებელ მდგომარეობას, იმიტომ რომ იზრდება შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ უფრო მეტ ციფრებს პროგნოზირებს უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში და მოდი პირველ რიგში დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რა არის მენტალური ჯანმრთელობა. ბევრისათვის ეს ტერმინიც გაუგებარია, ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობას იწვევს და პირველ რიგში მნიშვნელოვანია შევიტანოთ სიცხადე ამ მდგომარეობაში, რა არის მენტალური ჯანმრთელობა და რა განაპირობებს მას. მენტალური ჯანმრთელობის განმარტება მრავალია, მაგრამ უფრო ესეთი უპრეანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არის ფსიქოლოგიური, სოციალური და აგრეთვე ეს სოციალური კეთილდღეობა, მენტალური ჯანმრთელობა, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობა. თვითონ ფსიქიკური ჯანმრთელობა თქვენ მოგეხსენებათ, ძველ ბერძნებს ყავდათ ქალღმერთი ფსიქია, ანგელოზის არა, ესეთი პეპელას, ესეთი ფრთებით, სიყვარულის ესეთი სიმბოლო, რომელიც შემდეგ ზევსმა თავის სატრფოსთან ერთად შეიწყალა და ამით ყველაფერია ნათქვამი. აი, პეპელას ფრთები, ფსიქია, სულის ღვთაება, აი, რამდენად სათუთია, დიახ, ჰარმონია, რამდენად სათუთია მასთან შეხება. დიახ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და აი, განუსაზღვრელი არის მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა. თქვენ ახსენეთ ჯანმო. ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს მსოფლიოში აქვს ეს პრობლემა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. მე ხშირად ვადარებ ხოლმე ფსიქიკას გვირილას, აი სტუდენტებთან. აი ესეთ შეხვედრის დროს ხშირად ვადარებ ხოლმე გვირილას, რომელიც შედგება რამდენიმე ასპექტისაგან. ეს არის ცნობიერება, აღქმა, აზროვნება, ინტელექტი, ქცევა, ესეთი ფიზიკური ჯანმრთელობა. აი ეს ყველაფრის ერთობლიობა, ეს არის განაპირობებს ჩვენს ფსიქიკას და განაპირობებს მენტალურ ჯანმრთელობას. თუნდაც რაღაც გარკვეულ ეტაპზე, აი თუნდაც აღქმის, თუნდაც ქმედების, თუნდაც ცნობიერების, აზროვნების, ინტელექტში, დარღვევების ფონზე მოდის უკვე მენტალური რეაქციის და ძალიან ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ასაკობრივი თავისებურებები, იმიტომ რომ ყველა ასაკს მოყვება თავისი თავისებურებები და კატაკლიზმები, ანუ კრიზისები. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც არის ძალიან ბევრი კრიზისული სიტუაცია, კატაკლიზმები, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური კატაკლიზმების ფონზე გავდივართ. ზოგისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმაა. მისი ჯანმრთელობისათვის, მენტალური ჯანმრთელობისათვის არის დიდი გამოწვევა, დიდი ესეთი გამოცდა. როგორც ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტები ამბობენ, კორტიზოლის ეპოქაში შემოვედით, იმიტომ რომ რეალურად პრაქტიკულად ყველა ჩვენი ქმედება, ჩვენი გარემო, ჩვენი რეაქციები იმდენად სტრესთან დაკავშირებულია, იმდენად მაღალ კორტიზოლ აქტივობას მოიცავს, რომ პრაქტიკულად ძალიან დიდი ციფრი არის ადამიანების, ვინც რისკის ქვეშ არის ამ ყველაფრის. და ცხოვრების სწრაფი ტემპი.
ჩვენ ამ ტემპით ვიზრდებით და ამ ტემპით ვცხოვრობთ და რაღაც გარკვეულ პერიოდში ხდება ისეთი მომენტი, როდესაც არ შეგვიძლია აი ამის ყველაფრის მართვა და ეს ხდება უკვე დისტრესულ სიტუაციაში გადასვლის შემდეგ, ხდება ნიადაგი იმისა, რომ წამოვიდეს ესეთი დარღვევები, რომელიც ხშირად გამოვლინდება თქვენ ახსენეთ დეპრესია, პანიკური შეტევები, ჩემ ბატონო და დეპრესიის ყველაზე მძიმე გამოსავალი ეს არის სუიციდალური ქმედებები, რომელიც ჯანმოს საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით საკმაოდ მომატებულია. სამწუხაროდ საქართველოში ამ ხრივ ჩვენ სტატისტიკა არ აქვს. თუმცა ამ ბოლო პერიოდში იწყება რაღაც გარკვეული ნაბიჯები ისათვის, რომ შექმნას ერთგვარად ეგრეთ წოდებული რეესტრი, რაც მე ვფიქრობ, რომ ესეც დიდი პრობლემა იქნება ალბათ საზოგადოებისათვის, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. ბუნებრივია ხო სოფლიო ციფრებზე, ჯანმოს მოცემულ ციფრებზე ვისაუბროთ, მეტნაკლებად გარკვეულწილად ინდიკატორი არის ეს იმ მდგომარეობის თუ რა სიტუაციაში არის თანამედროვე ადამიანი და აქ არ აქვს დიდი მნიშვნელობა რომელ ქვეყანაშია პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ეს ციფრები მეტნაკლებად თანაბარი იქნება მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. მანამ სანამ რეალურად უფრო დეტალურ განმარტებამდე მივართ, მაინც რა გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები ყავს და რა იწვევს ამ შემთხვევების მომატებას. არის თუ არა ეს გენეტიკურად წინასწარ განსაზღვრული, არის თუ არა ეს სოციალური ფაქტორი, იქნებ სოციალური ცხოვრების წესი, მაღალი მოთხოვნები, რაღაც მაღალი სტანდარტები, მოლოდინები საზოგადოების მხრიდან. ესეც ხომ არ არის გარკვეულწილად დამნაშავე იმაში, რომ პრაქტიკულად მენტალური ჯანმრთელობის კუთხით არის ამდენი პრობლემა. საერთოდ ყველა დაავადების არსი ეს არის მოთხოვნასა და მიწოდება შორის დეფიციტი. ანუ მე მოვითხოვ რა შეიძლება მეც, მაგრამ მიწოდება რაღაც გარკვეულის რისი მოთხოვნაც მაქვს, არის დაბალი და ეს არის ყველა დაავადების, არა მარტო მენტალური, ვთქვათ, და ფსიქიკური აშლობის მქონე დაავადებების, ესე იგი წინამორბედი და ნიადაგი, არამედ ყველა დაავადების ესეთი წარმოქმნი არის ეს მოთხოვნასა და მიწოდება შორის დეფიციტი. ძალიან მნიშვნელოვანი არის გენეტიკური ფაქტორები, იმიტომ რომ გენეტიკის ამ ხრივ კვლევა მთელ სოფლიოში უკვე ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში ამ ხრივ ძალიან მწირია ინფორმაცია. მე მინდა გითხრათ მარტო ჩემი პირადი გამოცდილებით, რომ ჩვენ ქონდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრანტი, შიდა საუნივერსიტეტო გრანტი და ჩვენ სწავლობდით დემენციის, ეს მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი რაღაც გარკვეული დიდი ესეთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული დაავადებათა ჯგუფი, როდესაც ჩვენ შევისწავლეთ ესეთი დემენციის, ალცჰაიმერის დაავადების მქონე გენეტიკური ასპექტები და ძალიან კვლევები ტარდება მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოს მასშტაბით ტარდება ძალიან ბევრი კვლევები. ჩვენ აი მცირე გრანტის საშუალებით შევისწავლეთ ეს თემა და ძალიან საინტერესო დასკვნები მივიღეთ და შემდეგ დაუკავშირდით სამეფო კოლეჯის იმ ჯგუფს, რომელიც ამ თემატიკით არის დაინტერესებული და დაახლოებით შარშან 5000-მდე კაცს გაუკეთეთ ესეთი გენეტიკური კვლევა მოხალისეებს და წელს უკვე 1200-მდე ადამიანის ესეთი გენეტიკური კვლევა გავაკეთეთ სრულიად უფასოდ. წარმოგიდგენიათ ეს საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებოდა. ანუ გვენახა გენეტიკური მარკები, აქ იცით რომ თქვენ ესე იგი ძირითადად სამი გენი და მათ შორის მნიშვნელოვანი არის APOE და APP. გენის განსაზღვრა, ანუ მზაობა რამდენად არის, ვთქვათ, ალცჰაიმერის დაავადების წარმოშობის, ვთქვათ, აი ამ პოპულაციაში, რომელიც ჩვენს რეგიონში ცხოვრობს და ძალიან საინტერესო დასკვნები მივიღეთ. წლევანდელი დასკვნები რასაკვირველია ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ შარშანდელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შოკის მომცემი, შოკის მომგვრელი და ისეთი, რომელიც მოითხოვს აუცილებლად დამატებით კვლევების გაგრძელებას და ამ ხრივ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების მიმართ. თქვენ იცით, რომ ჯანმომ ჯერ კიდევ კოვიდამდე თქვა, რომ 2020 წელიო ეს იქნებოდა დეპრესიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და თქვენ იცით, რომ ჯანმო ყოველწლიურად აქვეყნებს ხოლმე დაავადებათა ჩამონათვალს და მაშინ თუ იყო დეპრესია მესამე ადგილზე, მან თქვა, რომ ერთ-ერთ პირველ ადგილზე გადავა. ეს იყო კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ რასაკვირველია, ეს ციფრი შეიცვალა და უფრო მეტად მოიმატა დეპრესიით დაავადებულთა ადამიანებმა. პოსტკოვიდურმა ძალიან შეცვალა სურათი. დიახ, ამის პროგნოზიც არსებობდა.
მიღწევდა. მეორე არ შემელი არ ვახსენო, იგივე დემენციაზე თუ თქვან, ჯანმო ამბობდა რომ 2050 ვთქვათ ეხლა 15 წელს იყო 50 მილიონი დაავადებული. ამ სნეულებით ეხლა 2050 წელს უკვე გახდებოდა 135 მილიონი. დავამატებ რომ ძალიან ბევრი კვლევები ტარდება, თუნდაც ეხლა ბოლოს გავიხსენებ Lancet-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ასევე აღნიშნული იყო პირდაპირი კორელაცია დემენციასა და ფიზიკურ აქტივობას შორის. ეხლა ეს გენეტიკური არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველდღიურად რაღაც გარკვეული ნაბიჯების რაოდენობა 5000 ნაბიჯზე მეტი გატარებული მანძილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დემენციის ჩამოყალიბებაზე და ფიზიკური აქტივობა და ფეხით სიარული არის ერთ-ერთი პირდაპირ დაკავშირებული ფაქტორი დემენციის რისკის შემცირებასთან. ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. ყველა აბსოლუტურად. არა მარტო დემენციის ბუნებრივად, ბევრი სხვა დაავადების წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვამბობ, რადგან ახსენეთ დემენცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცხოვრების ჯანსაღი წესი და გახსოვთ ალბათ ავთანდილი ტარიელს რო შეხვდა მჯდა მდინარის პირას. უთხრა პირველი რომ ადექი და გაი არ გამოიარეო. აი ეს დეპრესიაში იყო ტარიელი და პირველი რაც უთხრა და რაც ურჩია გადექიო, გაიარეო, ხო? ესეც მოძრაობასთან იყო დაკავშირებული და იცით რომ დემენციის სამი ძირითადი სიმპტომისაგან, რომელსაც მოძრაობის დაქვეითება, ესეთი გუნებგანწყობის დაქვეითება, ასოციაციათა შენელება მოყვება, ხო? პირველი ეს არის რომ მოძრაობა შექმნის შეცვლის მის ბოლო კვლევების და მის გარეშეც ფაქტია რომ მოძრაობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს პრობლემა არის 21 საუკუნეში. ადამიანების ცხოვრების წესი იმდენად შეიცვალა და მჯდომარე ცხოვრების წესი, ადინამია, მუდმივად რაღაც ელექტრონულ მოწყობილობებთან ურთიერთობა, რაღაც სტატიკური მდგომარეობა, ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სულ უფრო მეტი კვლევები ტარდება ამ მიმართულებით, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ადამიანის ევოლუციის განვითარების ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მოძრაობა, ფეხით გადაადგილება და სიარული იყო ის ფაქტორი, რომელმაც შეამცირა დაავადებების განვითარების რისკი და დღეს დავდექით სულ სხვა მოცემულობის წინაშე. და პლუს დავუმატებთ, რომ ვირტუალურ სამყაროში გადავსახლდით, ზოგი ცხოვრობს სოფელში, ქალაქში და ზოგი კომპიუტერში. ხო, ვირტუალური სამყარო ნამდვილად ვერ გაგიწევთ ისეთ სოციალურ თანადგომას, სოციალიზაციას. თქვენ როცა გჭირდებათ, როცა ხარჩულმათ, როცა გაქვთ რამე ესეთი მენტალური დარღვევები, ის რაც შეუძლია ოჯახს, ის რაც შეუძლია სოციუმს, ვირტუალური სამყარო ამას ვერ შეგიცვლით. კაპიტან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკურ დაავადებებზე საუბრობთ, ბევრი შეკითხვა ჩნდება, როდის არის მოწყენილობა, როდის არის კლინიკური დეპრესია, როდის არის რაღაც გარდამავალი ეტაპი. ძალიან ძნელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის ამ მდგომარეობის აღმოჩენა. ხშირ შემთხვევაში თუ სპეციალისტი არ არის, გარშემომყოფებიც კი ვერ აღმოაჩენ ამ მდგომარეობას. ანუ შეიძლება თუ რაღაც განვასხვაოთ, როდესაც საქმე მენტალურ ჯანმრთელობას ეხება, ჩვეულებრივი მოწყენილობა, გონებგანწყობილების შეცვლა კლინიკური შემთხვევებისგან. თავისთავად. საერთოდ დავიწყოთ იმით, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი მეტნაკლებად სტიგმატიზირებულია და ხშირად ამას ვერიდებით ხოლმე, როგორც საკუთარ თავთან, ისე ოჯახის წევრებთან და ვიზიტიც ცოტა დაგვიანებული მოდის. ეს ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მოусმინეთ სიჩუმეს თქვენი ოჯახის წევრისას. იმიტომ რომ დეპრესიას ახასიათებს 9 ძირითადი ნიშანი. 9-დან თუ 5 მაინც არის. ბოლო 2 კვირის მანძილზე მეცნიერები თვლიან, რომ ეს არის დეპრესია. ეს რა არის? უძალობა, უხასიათობა, გონებგანწყობის დაქვეითება, შრომის უნარის დაქვეითება, ცრემლიანობა, სექსუალური დარღვევები, სუიციდალური აზრები, გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, ესე იგი, ცრემლიანობის მომატება. თუ აქედან 5 მაინც არის, თვლიან, რომ ეს არის დეპრესია. დაძრეულა ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ თავში ახმაყურებელი ვინცოს ეს ამ არა თუ 5-ს არამედ შეიძლება ბევრსაც აღმოაჩენს. ხო, გაჩნია რახნის მანძილზე. ეს არის თანამედროვე ცხოვრების წესთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს აწუხებს ახლა ამ მდგომარეობაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩამონათვალზე და როგორ შეიძლება განსხვავდეთ ამის სიმწვავე. ანუ სად არის ზღვარი რაღაცა ცხოვრების წესის ცვლილებასა და მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას შორის. ამისათვის არსებობს პროფესიონალი, რომ განასხვავოს ეს არის მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე დეპრესია. მე ხშირად ხმარობ ხოლმე პაციენტებთან ურთიერთობის დასაწყისში არსებობს ძალიან ბევრი ესეთი ტესტ-კითხვარი,
რომლის გამოყენებითაც ვადგენთ ხარისხს. რა ხარისხის დეპრესია? მოგეხსენებათ, რომ პირველი რაც არის, ესე იგი დეპრესიის სამკურნალოდ, ეს არის სიტყვა. მსუბუქს და საშუალოს არ ჭირდება ანტიდეპრესანტები. მას ჭირდება აუცილებლად ფსიქოთერაპიის რაღაც გარკვეული კურსის ჩატარება, ხოლო მძიმე შემთხვევაში აუცილებელი არის ფსიქოთერაპიასთან ერთად აი ესეთი მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც ასევე სიფრთხილით დანიშნა და რასაკვირველია, მოხსნა ჭირდება, ასე რომ სიტყვა აღარშვილის ქიმიაც არის საჭირო. აუცილებელი არის რომ შევცვალოთ ჩვენი მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არის შემაწუხებელი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანი არის იქ თანადგომა ოჯახის წევრების და მეგობრების, რათა ამ გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციაში მოინახოს გამოსავალი. აი, ტესტები ახსენეთ. დიახ. ბუნებრივია კლინიკურ ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და მომიჯნავე დარგებში არსებობს სხვა მეთოდებიც. როგორ ხდება განსაზღვრა მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტიკის რა თანამედროვე ინსტრუმენტები არსებობს იმისათვის, რომ დადგინდეს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეხლა თანამედროვე ეპოქაში ჩვენ წლების წინათაც ვაკეთებდით ნეიროტრანსმიტერების განსაზღვრას, საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდია სეროტონინის განსაზღვრას, რასაკვირველია რადიოლოგიური კვლევების ჩართვა და განვინახოთ აბსოლუტურად რეალურად ნეიროტრანსმიტერების დარღვევა არის ყველა მდგომარეობა. დიახ, ნეიროტრანსმიტერების განსაზღვრას ვაკეთებდით ჩვენ კლინიკაში, ის რადიოლოგიური კვლევებსაც ვაკეთებ და არის ესეთი მნიშვნელოვანი თქვათ დაკვირვების ქვეშ, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ ანტიდეპრესანტების მკურნალობა ერთჯერადი თქვათ მიღება, შედეგს არ იძლევა, შედეგს უნდა თანმიმდევრობით ნაბიჯ მიყვანა სასურველ შედეგამდე, ამიტომ სადღაც 10-15 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იცვლება უკეთესობისკენ და შემდეგ ერთი თვის მანძილზე მისი მდგომარეობა რადიკალურად იცვლება და ის უკვე ხდება კარგად და ის უკვე ერთვება ამ მკურნალობაში საკმაოდ ამაზე ცალკე გიწევთ მუშაობა ბუნებრივია, როდესაც პაციენტები მოულოდნელად და სწრაფ ეფექტს ელოდებიან და ეს არ დგება ხშირად. ამიტომ მან უნდა იცოდეს ამის შესახებ, რომ სოფლიოში არ ხდება ისე, რომ ერთი შეხედვით ან ვინმეს რაღაც შეელოცვით ამის მდგომარეობა შეიცვალოს, ამას ჭირდება ნაბიჯ ესეთი მუშაობა, ნაბიჯ უნდა ესეთი გადაწყვეტა. ეს არის რთული პროცესი, რომელსაც თანმიმდევრული მედიკამენტოზური მკურნალობით და ფსიქოთერაპიით აუცილებლად მოყვება შედეგი. დაავადების ეტაპები როგორ მიმდინარეობს? ანუ რა დროს ჭირდება მენტალურ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას? რა გააჩნია? ანუ აი ეს ჩამონათვალი დეპრესიასთან დაკავშირებული 9 ძირითადი ნიშანი ამ ნიშნების განვითარებას, გამწვავებას და კლინიკური მდგომარეობის განვითარებას რა დროს შეიძლება დასჭირდეს? ეხლა იშვიათი ადამიანი, რომელსაც თქვათ ესეთი უარყოფით სტრესულ სიტუაციაში თუნდაც ახლობლის გარდაცვალების შემდეგ არ ქონდეს დეპრესია, მაგრამ ამან არ შეიძლება ესეთი მიიღოს ხანგრძლივი ხასიათი და ყველაზე მთავარი რაც არის სუიციდალური თქვათ აი არ განაპირობა სუიციდალური ქმედებები. ამიტომ გააჩნია ეს ინდივიდუალურია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ესე იგი დიაგნოზის დასმა და დროული მკურნალობა. ეხლა ბუნებრივია საუბრის მიმდინარეობისას თქვენ ახსენეთ ანტიდეპრესანტები, ფარმაკოლოგიური საშუალებები, რომელიც ბუნებრივია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად საქმე ეხება ნეიროტრანსმიტერების, მაყურებლის რო განმარტოთ იმ ნივთიერებების იმას, რომელიც ემსახურება ნეირონებს შორის სიგნალების გადაცემას და ბუნებრივია მდგომარეობის კონტროლს, კოგნიტური ფუნქციების და ასე შემდეგ. სწორედ ამ ქიმიაზე მოქმედი საშუალებები არის მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ანტიდეპრესანტებს როდესაც ვახსენებთ, ესეც გარკვეულ სტიგმასთან არის დაკავშირებული ადამიანებს. ეშინიათ გონიათ, რომ ეს შეიძლება გარკვეული დამოკიდებულების მიზეზი გახდეს. როგორია დღეს ანტიდეპრესანტების ქიმია, როგორ შეიცვალა ანტიდეპრესანტები იწვევს თუ არა ისინი დამოკიდებულებას. ან რაღაც ერთი და იგივე წრეში ხო არ ტრიალებს, შემდეგ ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ანტიდეპრესანტების გამოყენება იწვევს მიჩვევას, რომელიც უკვე მის გარეშე მდგომარეობის კონტროლის საშუალებას არ დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ანტიდეპრესანტი თვითონ შეიძლება გახდეს აი ესეთი რაღაც ესეთი დამოკიდებულების არა,
არა, ის შეიძლება გახდეს ძალიან ბევრი ქმედების მიზეზი, ცუდი ქმედების მიზეზი და ამაზე არაერთი კვლევა არსებობს. ამიტომ ანტიდეპრესანტების დანიშვნა, მისი ხანგრძლივად მიღება, მისი მოხსნის ეტაპები ეს აუცილებლად უნდა იყოს გავლილი პროფესიონალთან. მაგრამ ჩვენ ანტიდეპრესანტების ფონზე ვასწავლით ადამიანებს კრიზისულ სიტუაციების მართვას. ანუ გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციებში მდგომარეობიდან გამოსვლის ძიებას და აი ამ სიტუაციების აიდან თავის დაღწევის შესაძლებლობებს. რასაკვირველი არსებობს ესეთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს რაღაც გარკვეული ესეთი პრობლემები, გამოწვევები, სწორედ აი ამ გამოწვევების, სწორედ ამ პრობლემების მართვა და აი ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, ეს არის ყველაზე მთავარი და სწორედ ამისთვის ვიყენებთ ანტიდეპრესანტებს. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ესე იგი ვეხმარებით, რომ ნახოს ირწმუნოს თავისი ძალები და ნახოს გამოსავალი აი ამ მდგომარეობიდან. როდესაც საქმე ეხება მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების მკურნალობას, ოდითგანვე მათ შორის ოდითგანვე ქიმიაზე მეტად გამოიყენებოდა ფსიქოთერაპია, სიტყვა და ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ რეალურად თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებასა და ქიმიური მეთოდების დაიხვეწა და ბუნებრივია ისინი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მანამდე ფსიქოთერაპია იყო წამყვანი. დღეს რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას და რო შევადაროთ მედიკამენტური ჩარევა თუ ფსიქოთერაპია, რომელი უფრო ეფექტურია თუ კომბინაცია არის აუცილებელი? გააჩნია რა მდგომარეობა, რა დიაგნოზია და რა ფორმაა მენტალური ჯანმრთელობის აშლობის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ ახლა ჩვენ ვახსენეთ დეპრესია, მსუბუქის მსუბუქი ხარისხის დეპრესიის დროს რასაკვირველია სიტყვა არის შეუცვლელი. მაგრამ საკმარისია საშუალოზედაც მეტნაკლებად სიტყვა აუცილებელია, მაგრამ როდესაც მძიმე ხარისხის დეპრესია მოდის, აქ მარტო სიტყვა ვერაფერს ვერ იტყვის, ამიტომ აუცილებელი არის მედიკამენტოზური მკურნალობასთან ერთად ჩატარდეს ფსიქოთერაპია. არა მარტო მედიკამენტოზური, ინსტრუმენტალური ფსიქოთერაპია და უამრავი მეთოდი არსებობს. თქვენი მოგახსენებათ, ფსიქოთერაპიაში უამრავი მიმართულება, მისი გამოყენებით შესაძლებელია ამ პრობლემის დაღწევა და საერთოდ ახლა არსებობს ისეთი სპეციალობები, რომელსაც ჭირდება განსაკუთრებით, ვისაც აქვს, ესე იგი, წვდომა ადამიანებთან, მათ აუცილებლად ჭირდება ხოლმე მუდმივი ფსიქოთერაპია და რომ არ გახდნენ ისინი, თქვათ, რაღაც ესეთი მენტალური ჯანმრთელობის, ესეთი აშლობების, ესეთი მსხვერპლი, ასე ვთქვათ, ამიტომ მათ ჭირდებათ ყოველდღიური, აი მაგალითად, იურისტებს, პოლიციელებს, ჟურნალისტებს მოსამართლეებს. ნებისმიერ პროფესიის ადამიანს თანამედროვე რეალობაში აუცილებლად სჭირდება სპეციალისტის დახმარება, იმიტომ რომ დღევანდელი ცხოვრების რიტმი და წესი იძლევა ამის აუცილებლობას. და მედიკამენტი ახსენეთ, ფსიქოთერაპია ახსენეთ და ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოგვჩეს ოჯახის და საზოგადოების როლი, როდესაც საქმე ეხება არ აქვს მდგომარეობას მნიშვნელობა, არ აქვს განვითარებულ კლინიკურ სტადიას მნიშვნელობა, აქ არის მსუბუქ შემთხვევებზეც საუბარი და რთულ შემთხვევებზეც ოჯახის და საზოგადოების როლი არის მნიშვნელოვანი. შეიძლება თუ არა ოჯახი, საზოგადოება იქცეს გარკვეულწილად გამომწვევი ამ ყველაფრის და ამავდროულად მკურნალობის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. საერთოდ ოჯახი ერთ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების ჯგუფია და ამიტომ აუცილებელია ოჯახის და სოციუმის თანადგომა. ეს არის განუსაზღვრელად დიდი ესეთი ძალა. ხშირად არის ხოლმე, რომ განსაკუთრებით აი სუიციდალური აზრები, როდესაც აქ პაციენტს ოჯახის წევრს უხსნი, რომ აი მე არა მაქვს უფლება რომ არ გითხრა და ნამდვილად არა მაქვს უფლება რომ სუიციდალური აზრები აქ ადამიანს რომ ოჯახის წევრს არ აუხსნა ამის შესახებ და ის არიღებს ამას და გეუბნება რომ არა ბატონო ჩვენ ესეთი არაფერი არ გვჭირს ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს. ანუ უარყოფა იმისა რაც ხდება. მიუღებლობა. ხო უარყოფა შეიძლება სხვადასხვა მეთოდით გამოავლინოს, თქვა და მაგრამ ეს არის ესეთი კატეგორიული უარყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ძალიან დიდი ესეთი ძალა ენიჭება ოჯახის ყველა წევრის სითბოს, მოფერებას, განსაკუთრებით მეგობრების, სოციუმის გვერდში დგომას და თანადგომას. აი გახსოვთ ჩვენ გენეტიკაში გვაქვს ბევრჯერ ყოფილვარ ამ დღეებში, მაგრამ არ დამიკუნესია, ასე გაგზარდა ხალხმა, მაგრამ ტრადიციებმა, ხო? კულტურალური ტრადიციები გვაქვს ამისი, მაგრამ
რაღაც გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებლად გვჭირდება, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგოთ და გაუთბოთ სული. აი, გახსოვთ ის სული ის. და ბოლოს, ხალბატონ შორენა, თქვენი რჩევა მაყურებელს, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ მენტალური ჯანმრთელობა, მით უმეტეს აღნიშნოთ, რომ იანვარი არის მენტალური ჯანმრთელობის საკითხი ინფორმირებულობის თვე და ამ კამპანიის ფარგლებში მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მენტალური ჯანმრთელობის ჰიგიენის და ამ მასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ საზოგადოებას. და ინფორმაციით იწყება ყველაფერი. განათლებით. პირველი სიტყვა ეს არის განათლება, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორიც ვართ. გახსოვთ მასლოუ. პირველი ეს იყო ესეთი ფიზიოლოგიური მოთხოვნები, უსაფრთხოება, სიყვარული, სოციალური მოთხოვნება და შემდეგ, ხო? მოდის თვითდაფასება. სხვის ტოლერანტობის გაცდა, სხვისი დაფასება, ვისწავლოთ, ერთმანეთს შევიყვაროთ, როგორებიც ვართ, დაუდგეთ. წარმოუდგენელია ახლა ისეთი პოლიტიკური და ისეთი სოციალური და ისეთი ეკონომიკური ძვრები მიდის არა მარტო ჩვენთან, არამედ სოფლიოში ამას შვიდად გლობალურად უყურო ამას, მაგრამ ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება და დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით სიყვარულით, მოფერებით. და ერთმანეთ ურთიერთგატანით ალბათ ყოველთვის. ეს არის ალბათ ერთადერთი გზა მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. და ალბათ იანვის კამპანიაც ამას ემსახურება. დიდი მადლობა ხალბატონ შორენა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ იმპულსის კითხვებს ფსიქონევროლოგი მედიცინის დოქტორი შორენა ვაშაძე პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა მომავალ შეხვედრამდე.